დღევანდელ პროცესზე სანამ მოწმეები დაიკითხებოდნენ ჩვენი მხრიდან მოხდა წარდგენა მტკიცებულებების, ახალი მტკიცებულებების, რომელიც სასამართლოს უნდა დაერთოს საქმისთვის, თუმცა მორიგჯერზე სასამართლო ცდილობს, რომ აღნიშნული საქმიდან განარიდოს და საერთოდ გადააფაროს შავი ფარდა ამ საქმის იმ ნაწილს, რომელშიც აშკარაა, რომ ირაკლი დღებუაძემ და მისმა სხვა თანამშრომლებმა იძალადეს ადამიანებზე, ჩაიდინეს არაერთი სამართალდარღვევა და ამ შემთხვევაში უკვე მოწმედ დაკითხვაზე უარი თქვა ისეთი ადამიანების, რომლებიც გამოცხადდნენ ზიამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესზე და ამ ადამიანებმა მიაწოდეს სასამართლოს სრუჩვენება. რო დაგანახოთ, რამდენად ალოგიკური იყო ეს გადაწყვეტილება. ანუ მოსამართლემ დასაშვება ცნოს საქმეზე იმ სამართალწარმოების საქმის ოქმი, სადაც ადმინისტრაციული სასამართლო პროცესი არის ჩაწერილი აუდიო ვერსია, მაგრამ ის მოწმეები, რომლებმაც საქმეზე ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს, რომლიდან გამომდინარე ეს ოქმი არის საქმეზე დართული, ამ მოწმეების მოყვანაზე უარი თქვა. ეს იყო ერთადერთი მიზანი, როგორც სხვა შემთხვევებში წინა სასამართლოს ნომაზე პოლიციელები, რომ პოლიციელები არიდონ მაქსიმალურად პასუხისმგებლობას, იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩადენილი აქვს ცისხლის სამართლის წესით, რაც გულისხმობს სრუჩვენების მიცემას სასამართლოსადმი.